რუსთავის მერიის ტრანსპორტის სამსახურში საქალაქთაშორისო გადამზიდავების მძღოლების სიების შედგენა მიმდინარეობს. სამსახურის წარმომადგენელთა განმარტებით სია საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანების ნებართვის მათძიებელთა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცემა და ყველა მძღოლი დასაქმდება. რუსთავის მერია მძღოლებს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდებს. მიზანი ამ რეგისტრაციაში გატარების არის ის, რომ ეს მომუშავე მძღოლები, როგორც ეს წესში წერია კონკურსის წესში, ასევე როგორცაა მიცემული პირობა ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ, კონკურსის ჩატარების შემდგომ დაასაქმოს იმ ფირმამ, რომელიც გაიმარჯვებს. გამარჯვებული შეიძლება აღმოჩნდეს დღევანდელი მომუშავე, თუ ვინმე ახალი სულერთია, ისინი უნდა დასაქმდნენ. დღეს დარეგისტრირებული არის 157 მძღოლი. უნდა მოიტანონ დანარჩენებმაც აქ მობძანდნენ ქალაქის მერიაში მეოთხე სართულზე და მოიტანონ პირადობის მოწმობის ასლი და ასევე იმ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ტალონის ასლი, რომლითაც დღეს ისინი ემსახურებიან მგზავრთა გადაყვანას რუსთავ-თბილისის მარშრუტზე.